ასოციაცია ბერმუხას მიერ დაქირავებული პირები მოქალაქეებს სახლებში აკითხავენ და ბერმუხაში გაწევრიანების შემთხვევაში დახმარებას პირდებიან. სანაცვლოდ კი 3 ლარი უნდა გადაიხადონ. კოტეჯებში მოვიდნენ და ბლანკებს ავსვავდნენ და 3 ლარს იხდიდნენ და მიდიოდნენ. სიტუაცია, რომელიც ამ ოთახში არის შექმნილი, ტრაგიკომედიას გავს. ასოციაცია ბერმუხაში მისულების უმრავლესობას არ შეერა რომ რაიმე დახმარებას ან სამსახურს იშოვის, მაგრამ მათ არც ფული ენანებათ და არც დრო. ამ ადამიანებისთვის მთავარია ეს ბლანკი დროზე შეავსონ, 3 ლარი გადაიხადონ და სატელეფონო ზარს დაელოდონ, რომელმაც მათ მინიმუმ სამსახური, მაქსიმუმ კი 120 ლარი უნდა მოუტანოს. ამისთვის მოქალაქეები რამდენიმე საათი რიგში დგომასაც არ ერიდებიან. უმუშევრებზე არისო ფულიო და 3 ლარს ვიხდით თითო ბლანკის ინსერტებას. და მე რამდენს მოგცემ? რაიცი 120 ლარიო თუ დოლარიო რა. როდისო? მაგას არავინ გვეუბნება. აბა ფულს რაში? რაიცი რა, ცთაბედის მენახევრია თქვი 3 ლარი გინქონია გინდა რა. ხანს ველაპარაკე ჩვეულებრივ ხარ. რა? 3 თვეა გადახდილი გვაქვს ფული არავის არ მოუწია 3 ლარი გადავიხადე. მე რაღაც დაიცი ახლა იხდი ეგენი წერენ და მეც წერ რა ვიცი. ბებერი ხარ ცოტა ისა გაქვს ხელფა რა ქვია პენსიაო და დაგიმატებთო. რამდენი დაგეხმარებით? რა როგორც ამომენ ვერავინ ნახე რომ მე თქვა და წესიერად გამეგვა როგორც ამომენ 30 ლარის ოდელობითო და ჯერათ რომ დაგეხმარებიან. რა ვიცი ჯერ ვითომ მეუბნები ამოდენა ხალხმა იცის და მეც დავიჯეროო და არა უნდა არიან ისეთებიც, რომლებმაც არაფერი იციან, მაგრამ ნაცნობებმა უთხრეს, რომ ამ ოთახში მოსვლა და ბლანკის შევსება მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სასარგებლო იქნება. ისთვის აქვს? პენსიონერი ვარ რა. და ვაფშე იმისთვის. და მე რას გვიძები? არ ვიცი, მე მივიტან ამას სადაც მისადან და რა შეფერდებიან რა ვიცი რა. საიდან გაი? ავი ხალხიდან რა. სამსახურს გვირდებია? ვერ გეტყვით აბა ისთვის აქვს? მოვედი შევავსო მეთქი რა ვიცი ეს ხალხი რიგში დგას და მოვედი მეც რამდენს იხდით შევსებაში? 3 ლარიო ფულს გადაგიხდით და 120 ლარიო მე ესე გავიგე როგორც უმუშევრებს. ფულს როდის მიიღე? არ ვიცი ახლა ეგ არ უთქვიათ, მაგრამ ერთ თვეში დაგიგეკავთოთ. რის ამაზე ტანჯვა წვალება. ეს არის ოთახი, სადაც ასოციაცია ბერმუხას ხელმძღვანელი კეთილშობილურ საქმიანობას გეგმავს. ელენე კახნიაშვილი ამბობს, რომ მას პარტნიორები ვაშინგტონში ყავს და მათი დახმარებით პენსიონერებისა და უმუშევრების პრობლემასთან ერთად საქართველოში სოფლის მეურნეობის აღორძინებაზეც მუშაობს. 3 ლარს კი მოქალაქეებს ბერმუხაში გაწევრიანებისთვის ახდევინებს. მე შემოთავაზებული მაქვს ესეთი პროექტი ერთ-ერთი ეს არის ვაშინგტონის ფონდისგან მიერ შემოთავაზებული პროექტი, რომ მე ჩემ წევრებს შევთავაზო რაღაც სხვადასხვა სოციალურ პროექტებში გაწევრიანება. და ეს სოციალური პროექტი გაწევრიანება პირველ რიგში ითვალისწინებს უმუშევრებს და პენსიონერებს რაღაც თანხმობრივ დახმარებას და შემდეგ ამავე დროს თითქმის 80%-მდე ჯანმრთელობის დაცვაში შეღავათებს. ელენე კახნიაშვილმა ჩვენთან ინტერვიუში ღიად განაცხადა, რომ 3 ლარი, რომელსაც ბერმუხაში გაწევრიანებისთვის იხდიან, მასთან რჩება, ხოლო 120 ლარიანი დახმარების და სამსახურის ბედი კი გაურკვეველია. მან ვერც მისი ამერიკელი პარტნიორების კოორდინატები და ვაშინგტონში მოქმედი იმ ორგანიზაციის სახელი გითხრა, რომელთანაც თანამშრომლობს. ვაშინგტონის ფონდის კოორდინატები რომ მოგვცეთ ვისთან? მე ვერაფერს ვერ მე. აბა როგორ უკავშირდება? მე არ უკავშირდება. აბა ვინ უკავშირდება? ვაიმე. ვინ უკავშირდება? ვაშინგტონის ფონდი. ვინ უკავშირდება, ვინც არის პროექტის ავტორი? მე არის ავტორი. ავტორი ხლა რატო უნდა გითხრათ, რატო ვინ არის ავტორი და როგორ არის? გეტყვით თვითონ ავტორს დაუძახებთ და შეგახვედრებთ. როდის? როცა იდებებთ მაშინ. აი ახლა რო დაურეკოთ. მიუხედავად იმისა, რომ არავის ჯერა ბერმუხას ოფისში ყოველთვის ხალხმრავლობაა. სოციალური ფენისა და შემოსავლების ოდენობის მიუხედავად, მოქალაქეები მომავლის იმედად 3 ლარს მაინც თამამად იხდიან. უკურნებელი დაავადება თუ ექიმების დაუდევრობა. 34 წლის ლუარსა ბაშინურიძის გარდაცვალებაში მისი ოჯახის წევრები მკურნალ ექიმს ადანაშაულებენ. ბაშინურიძეებს ჰემატოლოგიის ინსტიტუტის წინააღმდეგ სარჩელიში აქვთ. პაციენტი, რომელიც მწვავე ლიმფოიდური ლეიკემიით იყო დაავადებული